გამარჯობა, მე ვარ აბსანძე სახლიდან და დღეს ჩემი სტუმარია თენგო კირთაძე. ის ფედერალისტებს წარმოადგენს პარტიას, რომელიც ხისტი და დამოუკიდებელი მსოფლმხედველობით გამოირჩევა. თავად თენგო გერმანიაშია იურიდიულად განათლებული და იქაურ პროკურატურაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. საღამშვიდობისათვის მადლობა თენგო, მადლობა სტუმრობისთვის. ირაკლი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, დიდი მადლობა ინტერესისთვის. დღევანდელი ნიუსია, რომ სააპელაციო დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე დატოვა პატიმრობაში. მანამდე ტევ-პირველს დედამისმა უთხრა, რომ პროკურატურამ ანაზღაურების სანაცვლოდ საპროცესო გარიგება შესთავაზა. როგორ ფიქრობ, ეს ბაჩიაშვილის სამბის სქემის გაგრძელება იყო? სავარაუდოდ არ გამოვრიცხავ, თუმცა მიჭირს რაღაც სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. იქ სადაც შესაძლებლობა იქნება რეჟიმს შედარებით უმტკივნეულოდ დაალაგდეს ადამიანებთან, ამას რა თქმა უნდა შეეცდება. ჩვენ ბაჩიაშვილის შემთხვევა ვნახეთ, თუმცა იქ რას ქვია უმტკივნეულოდ, როდესაც ადამიანი მისი მთელი სოციუმი ერთი წლის განმავლობაში დევნეს, მოიტაცეს, დაატყვევეს და აიძულეს ფაქტობრივად მთელი თავისი ქონება და შემოსავალი გადაიფორმებინა ბიძინა ივანიშვილისთვის. იქცევა როგორც საერთაშორისო ტერორისტი და იმის მიხედვით იმოქმედებს, თუ რა არის ეს კონკრეტულ მომენტში მისთვის მომგებიანი. ბაჩიაშვილის საქმე სამართლებრივ პროცესს გავს უფრო თუ კერძო გარიგებას, ახლა ეს ბოლოს რაც მოხდა. ხო, მე არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალურ სამართლებრივად სწორი პროცედურები ჩაატარეს, ანუ აპელაციაში გონი ბაჩიაშვილის გასაჩივრებული და კიდე მიმდინარე საქმეები იყო, ანუ თეორიულად და სამართლებრივად შესაძლებელია ესეთ შემთხვევაში მთლიანი საქმის დამხურავი საპროცესო გარიგება შედგეს. მაგრამ ჩვენ აქ სამართლებრივ მხარეზე ხო ვერ ვილაპარაკებთ, როდესაც მთელი გარემოებები ამ საქმის ირგვლივ ყივის იმ უსამართლობის შესახებ, რაც დამართა ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს, თუმცა მე მქონდა მსგავსი მოლოდინი, რომ მის მიმართ იქნებოდა განსაკუთრებით დაუნდობელი იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით იგივე მოცულობის თანხის გამო, რომელსაც კრედიტ სუიც ედავებოდა, ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები გარისკა და ძალიან მარტივად თვითონაც დაადასტურა, რომ ახალი ადმინისტრაციის გზავნილები იმიტომ არ მიიღო და არ მიიღებს და არ შეხვდება და არ დაელაპარაკება ქვეყნის ბედზე, სანამ არ მოხდება მისთვის იმ 800 მილიონი დოლარის თუ 1 მილიარდი დოლარის დაბრუნება. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც кейსზე ლაპარაკობ, ხო? შვეიცარიის ბანკის ხო ეს თან შეთქმულების თეორია, რომელიც ანუ იპოვა ის ბანკირი, კრედიტ სუისი მოგვეხსენება, ეხლა ვინც ცოტა შვეიცარიასთან, გერმანიასთან და მათ ფინანსურ სამყაროსთან შეხება ქონია, ყველამ ვიცით, რომ კრედიტ სუისი საკმაოდ ცნობილი იყო იმისთვის, რომ ოლიგარქების და მოოლიგარქო სუბიექტების პორტფელებს განაგებდა და ბიძინა ივანიშვილი მისი მსგავსი ბიზნესმენები ბჭყალებში, ზოგი ბულგარელი იარაღით მოვაჭრე, ესეთი პორტფელები ქონდა, შესაბამისი ინვესტირება ხდებოდა სადღაც იქ, სადაც სამართლებრივი ჩარჩო ცოტა გაბლარულია, იმიტომ ხო წარმომავლობა ევროპაში, კაპიტალის წარმომავლობა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ნებისმიერ სოლიდურ ბანკში, მაგალითად გერმანიაში ესე მარტივად რა თქმა უნდა ვერ შეძლებდა 800 მილიონის დაბანდებას ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ურჩიეს კრედიტ სუისი, ამიტომ შეახვედრეს ის ბანკირი, რომელიც ასეთ საქმეებს აკეთებდა და შემდეგ ხო ის აღმოჩნდა თაღლითი რა. ანუ ეს რუსულენოვანი ბანკირი, რომელსაც სხვა ასეთი საქმეების აღმოაჩნდა და რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა ბოლოს სიცოცხლე, იმის დასტური არის, რომ ნამდვილად რაღაცა ინსტიტუციური თაღლითობა იყო იქ სვის ბანკიდან. ინსტიტუციური თაღლითობა ხო, ნუ ახლა შეხედეთ სხვანაირად როგორ უნდა გამოვიდეს, როდესაც არ ეკცევიან ამ კლიენტებს, როგორც რიგით ბანკის კლიენტებს, არამედ ყავთ სპეციალური ბანკირი და მთავარი რაც უნდა მოხდეს ახლა იქ სადაც გამჭვირვალეა ფინანსური სამყარო, არის თანხების წარმომავლობა, ხო?
როცა ვლაპარაკობთ 800 მილიონ დოლარზე, იქ ამ თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით ნებისმიერ ბანკში და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კითხვის ნიშნები გაჩნდება. საქართველოში 20,000 გადმორიცხვა რომ მიიღო, იმასთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება და ფორმულარები გაქვს შესავსები და ეხლა იქ სადაც ხუჭავენ თვალს, არის სწორედ ესეთი მომსახურება და ამით ცნობილი იყო კრედიტ სვისი. ანუ კრედიტ სვისი იმიტომ გაკოტრდა, რომ სწორედ ესეთი кейსები ქონდა ძალიან ბევრი. არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არამედ ძალიან ბევრ სხვა შემთხვევებშიც მსგავსი რაღაც თაღლითური სქემები იყო და შესაბამისად მთლიანად ბანკი გაკოტრდა რა. ამის შემდეგ შვეიცარიას მოუწია რაღაც რეგულირების გამკაცრებად, საბანკო რეგულირებების ხო, შერწყმა, შემდეგ რეგულირების გამკაცრება და შემდეგ მოხდა შერწყმა საერთოდ კრედიტ სვისი ახლა სამართლებრივად არც კი არსებობს და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ანუ არათუ აქტუალური მოვლენები, ანუ ბიძინა ივანიშვილმა კრედიტ სვისში ფული რო დააბანდა, ანუ 2008 წლიდან იცის უკვე პრობლემების შესახებ, ამ ხელისუფლებაშიც კი არ იყო მოსული. ეს უბრალოდ საბაბად შემდეგ გამოიყენა, რომ დაპირისპირებოდა დასავლეთს. და უთხრა, რომ აი მე მაგალითად ამ ქვეყნის ბედი 3.7 მილიონი ადამიანის ბედი და მომავალი მიღირს იმათ, რომ გევაჭროთ აი ამათი მომავლით, რომ ჩემი ფული დამიბრუნოთ, სადაც არც ევროპის რომელიმე ინსტიტუტს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი შემხებლობა არ ქონდა. ბიძინა ივანიშვილმა თვითონ ეს დავა დასავლური იურისპრუდენციებში მოიგო. ხო, მართლმსაჯულებში, ანუ deep state და ვიღაცეები გლობალური ომის პარტიები თუ ებრძვიან, ხო? ვერც სასამართლოში გაიმარჯვებდა. და ბოლოს იქამდე მიიყვანა ქვეყანა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლოქმედება რაც იყო წასვლის წინ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, ხო? ყოვლის მომცვლელი საქციებით, მაგრამ იქვე საგამონაკლისო წესით მთელი დანარჩენი ქონება დაუტოვეს და ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით ადევს ფაქტობრივად ყადაღა. ამით ვაჭრობს. ეს გადაწყვეტილება ტრამპს არ შეუძლია. ხო, ამიტომ არ არის გასაკვირი ბაჩიაშვილის ბედი, ანუ სადაც შენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ფეხებზე დაიყიდებ და მზად ხარ 800 მილიონი დოლარის გამო, შენი ხალხი ფეხებზე დაიყიდო, მთელი დასავლური ცივილიზაციას გადაიყიდო, მაშინ როდესაც შენ ქვეყანას ესე ჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და მხარდაჭერები, აი ამ რთულ პერიოდში, იქ რო ბაჩიაშვილს გაანადგურებდა და აიძულებდა და უცხო ქვეყნიდან მოიტაცებდა, ანუ ხო წარმოგიდგენია რა ოპერაცია გააკეთეს და ლეგალურობას რომ დავიჩეთ ერთი წუთით. სომხეთის საზღვრის კვეთის საქმეც ჩდება ამ გარიგების ფარგლებში როგორც ჩანს, ხო, მაგრამ რამდენად ჩდება მართლმსაჯულების სისტემაში ის, რომ ტაქსისტი, რომელიც ამის გამო ახლა ისევ საშელს იხდის ციხეშია. ნონსენსი ხო არ არის ეს როგორ ხას? ეგ რა თქმა უნდა ნონსენსია ხო და ისე მაინც უნდა გაეკეთებიათ, რომ ამ საერთო გარიგების ფარგლებში ის საწყალი ადამიანი მაინც გამოეშვათ ციხიდან, მაგრამ ნუ ეს არის რაც არის დღევანდელი საქართველო რა. ერთი მაფიოზი, საერთაშორისო ტერორისტი, რომელიც თავისი შეხედულების მიხედვით განკარგავს იმ და განაგებს იმ ყველაფერს, რაც ერთდროს ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტები, რასაც ერთდროს ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტები როგორ ვარაუდო, ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოუშვებენ ამ ადამიანს ტაქსის სკოლისხმოდ. ხო, სავარაუდოდ. მაქვს მაგის მოლოდინი, იმიტომ ის ციხეში არავის არ ჭირდება, ხო? ნუ ეხლა ცოტა რაღაც პერიოდი იჯდა და შემდეგ შეიწყალებენ. დიდი ალბათობით რა. აი დუბაი ახსენეთ წეგან, მაშინ ოფიციალური ვერსია იყო, რომ დააკავეს გახსოვება, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე აიყვანეს. ხო, სრული სიგი. ეს იყო ოფიციალური ვერსია თავიდან, რომელიც მერე მაინც და მაინც არც ოფიციალურ როგორც პროპაგანდისტულ მედიებს გაუტირაჟებიათ, აღარ უხსენებიათ ხშირად. ჩამოყალიბდა ოფიციალურად დაუდასტურებელი, მაგრამ ძალიან სარწმუნო ვერსია, რომ ის დუბაიდან მოიტაცეს. ეს რაზე მეტყველებს ჩვენს ქვეყანაში? ხო, იმ შემთხვევაში თუ ეს ვერსია დადასტურდება და ეს არის გაცილებით ლოგიკური ვერსია და საფუძვლიანი ვიდრე ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე ელოდა საქართველოში და ამიტომ ესეთი ჯეიმს ბონდური მეთოდებით გაიპარა ქვეყნიდან, თურმე ისე მოაწვა სამშობლოს მონატრება, რომ საქართველოს საზღვრის სიახლოვეს
დადიოდა აქეთ-იქით. ხო, ანუ სრული სიგიჟე რა, რაც ილაპარაკეს და ამიტომ ამ ვერსიასთან შედარებით, რა თქმა უნდა, მუტაციების ვერსია არის ყველაზე ლოგიკური და მიუთითებს იმაზე დადასტურების შემთხვევაში, რომ ბიძინა ივანიშვილის სპეცსამსახურებმა მე ვერ დავარქვე მას საქართველოს სპეცსამსახურებმა ითანამშრომლეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინეს, იმიტომ როდესაც მაგალითად ძებნილის გადმოცემის პროცედურა საერთაშორისო აღიარებული სულ სხვანაირი, ანუ ფორმალურად სხვანაირად უნდა მიმდინარეობდეს, უნდა არსებობდეს ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაარღვიეს, მე საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ რუსული სპეცსამსახურები ჩარეული ყოფილიყვნენ პირდაპირ უშუალოდ, იმიტომ მათი გავლენა საამიროებში და დუბაიში საკმაოდ ძლიერია, იქედან ამ გამომდინარე, რომ კონტექსტში მაშინ ლაპარაკობდნენ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტის ხო, გაცვლაზე არა, ბევრი ამ ვერსია და ეს გარიგებასთანაც. ხო, არაფერს არ მოგვიტანს პრინციპში, იმიტომ ჩვენ ხო გვესმის, რომ ყველაფერზე მზად არიან, ანუ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად არის ყველაფერზე მზად. არა თუ რაღაც წარმომადგენლობითი თანამდებობის გადაცვლაში, ანუ ამ ტიპის ბარტერისთვის არის მზად. ხო, ან ყველა საუკეთესო მაგალითი გვაქვს, 3.7 მილიონი დღეს ქართველის ინტერესები გაწირა და სავარაუდოდ მომავალი თაობის ინტერესებიც, ან მისი ხელიდან მომავალი საქართველოს ინტერესებიც ხო გაწირული. ანუ იმ ადამიანების, ვინც დღეს იბადება, ან დღეს არ ვიცი, 10 წელიწადში დაიბადება, ხო? თუ მოხდა ის მგვარი დაპირისპირება, რაც ჩანს დღეს გლობალურად და რაც ვითარდება, რომ სავარაუდოდ დემოკრატიულ ალიანსებს და ავტოკრატიულ ალიანსებს შორის რკინის ფარდა დაეშვება, როგორც ახსოვს ისტორიას, ხო, მაგალითად ცივი ომის დროს, ხო? ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხელიდან უკვე გაწირა ეს ქვეყანა არასწორ მხარეს დარჩენისთვის, რა. მარტო იმ ძალებთან, რომელსაც არანაირი დემოკრატიის ტრადიცია არ გააჩნიათ, რომელიც ეკონომიკურად გაცილებით სუსტი არიან და მათ შორის იმ ქვეყნის მხარეს, რომელმაც რამდენჯერმე გენოციდი მოუწყო ქართველებს და 200 წლიანი დაპირისპირების ისტორია გაგვაჩნია, ხო? სანამ საუბარს განვაზოგადებთ უფრო, მოდით დავრჩეთ ბაჩიაშვილის საქმის ყურილ დეტალებთან. გემახსოვრება ორი საეჭვო გარდაცვალების ამბავი იყო იქაც პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებული ადამიანების ერეკლე კოხიანიძე და გელა კვინტრაძე გავრცელდა ვერსია, რომ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლეს ორივე ადამიანი დაკავშირებული იყო პირდაპირ ბაჩიაშვილთან. ამის შესახებ შემდეგ რაიმე სამართლებრივი ნაბიჯები აღარ გადადგმულა. არ არის ამისი ვალდებულება, ვინმე ხო უნდა გადაამოწმოს ეს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ვინც გადაამოწმებდა. ხო, ვინ და ბიძინა ივანიშვილის კერძო სამსახურები დღეის მდგომარეობით, რომელსაც ქვია პოლიცია და პროკურატურა და ნუ არც უნდა კონდეს მოლოდინი, ანუ მე იმას კი არ ვამბობ, რომ თვითმკვლელობა არ მოხდა, უბრალოდ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. კი, ბევრი რამეა საეჭვო ამ ქვეყანაში, მაგრამ ეხლა მტკიცებით ფორმაზე რაღაცეებზე ლაპარაკი არასერიოზული იქნებოდა. უბრალოდ ელემენტარული ნდობა არ არსებობს. შეიძლება ყველაფერი რაღაც კონკრეტულ საქმეში სწორად გამოიძიონ, მაგრამ იმ დღეშია, ისე დღეშია უკვე აი ეს ქართული ინსტიტუტების ნარჩენები, რაც დარჩა ამ ქვეყანაში, ნულოვანი ნდობის მოსახლეობის მიმართ, მოსახლეობის მხრიდან, რომ უბრალოდ ვერაფერში ვერ ენდობი რა. შეიძლება რაღაცა გამოიძიოს და მართალი იყოს, მაგრამ მაინც არ დაიჯერო ადამიანმა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ის დაღი, რაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ საქართველოს უკვე დაატყო, იმიტომ ნდობის აშენება განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში და ისეთ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიის ტრადიცია არ გააჩნია და ჩვენ ხო ეგეთი საზოგადოება ვართ რა, ბოლო 35 წლის განმავლობაში ვცდილობთ რაღაც დემოკრატიის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ეს ყველაფერი ადამიანებმა უნდა ისწავლონ და ინსტიტუტების ნდობა უნდა გაჩნდეს და რაც არსებობდა საქართველოში, ანუ ამათი მეთოდებით, მაფიოზური მეთოდებით, კრიმინალური მეთოდებით, ყველაფრის მიტაცებით, ყველაფრის ერთი ადამიანის ნებისთვის დაქვემდებარებით, სრულად გაანადგურა. ანუ ჩვენ როგორც კი შევძლებთ ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს, ძალიან
დიდი და ეკლიანი გზა გვექნება წინ იმისათვის, რომ ნდობა დავაბრუნოთ საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. პაჩიაშვილთან ასე თუ ისე მოულოდნელი გარიგება ხომ არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ბიტკოინებმა ფასი დაკარგა ბოლო დროს, ბოლო 1 წლის განმავლობაში განახევდა ფაქტობრივად ფასი და ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს, რომელსაც ამ ქონებაში თავისი წილი, ანუ ოფიციალური მიზეზი დაკავების ხომ ის იყო, რომ ქართულ ბანკიდან ნასესხები ფულით ააწყო მაინინგის ბიზნესი პაჩიაშვილმა და ის ამას ერთგვარად თავის წილად თვლიდა. და ხო არ იყო ამ გარიგების ფორსირების მიზეზი ის, რომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტ ფულს კარგავდა ბიძინა ივანიშვილი თავადაც. წარმოდგენა არა მაქვს, ვერ მეცოდინება. ან ბიძინა ივანიშვილის თავში რა პროცესები ტრიალებს და რა მოტივებით მოძრაობს, ხო. მე ეს არ ვიცი და სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს. პრობლემები შეიძლება იყვნენ ამ გარიგების ნაწილები, გამახსოვრება მაშინ მშობლები, როგორც ვიცი, პროკურატურის განცხადება ეხა მე როგორც გავიგე, ესე მახსოვს, რომ მშობლების მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ოღონდ ამისთვის კანონი მიიღეს ამ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად და ეს კანონი ხო, იმიტომ ჭირდებოდა თუ შეცვლიან. ჭირდებოდა კანონს არ შეცვლიან, ანუ გარიგების ნაწილი იყო იქ ხო ბრალი მგონი ბრალი წარუდგინეს თუ რაღაცა და ამას შემდეგ ეხა ფორმალურად როგორ გააკეთებენ მოაგვარებს როგორმე დაავალებს და დაიწერება აქტი პროკურატურაში ან სასამართლოში, ხო? მათ ვინც ახლა ქურდობა მსგავსი დანაშაულებისთვის, ქურდობისთვის, თაღლითობისთვის, კაფლანგისთვის, ან ნებისმიერი სხვა ზიანისთვის სიხდის სასჯელს შეუძლიათ ეს საქმე პრეცედენტად გამოიყენონ და თავადაც მოითხოვონ გარიგებაზე წასვლა. შეიძლება ეს როგორღაც პრეცედენტი გახდეს. არა, ზოგადად არსებობს სისხლის სამართლის პროცესში ან საპროცესო გარიგებაც იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში მომჩილვა დაზარალებულიც თუ თანახმა მოხდეს საპროცესო გარიგება, ხო? მაგრამ ძალით რაღაცის მოთხოვნა ნებისმიერ შეუძლია რაღაცა მოითხოვოს, ხო? თუმცა იქ სადაც რეჟიმის ინტერესები ამას ეწინააღმდეგება, მოითხოვე და იყავი რა. როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა, იჯდეი რაო, ხო? კი, გვახსოვს ეს ფოლკლორი. ლევან დავითაშვილის ამბავი გამახსოვრება ამას წინათ გამოკითხეს სუსში და მე მიაყოლეს ძალიან მკაცრი განცხადება მის კომენტარს, მაგრამ მეორე დღეს ფაქტობრივად ის ბრიტანეთში წავიდა. ესეც ამ სქემის მაგვარ რაღაცა თქო უნდა განვიხილოთ, ესეთი რაღაცა გამოძალვის სქემის. ხო, არ იქნება გასაკვირი, პრეტენზიები სავარაუდოდ არსებობდა, არ ვიცი ხა ზუსტად რომელი პლანის ნაწილი იყო ლევან დავითაშვილი წინა ხელისუფლებაში, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი იყო. არსებობს ასევე ის ვარაუდი, რომ ლევან დავითაშვილი თვითონ მაშინ რუსული კანონის მიღების პროცესში უკმაყოფილო იყო ამ ტენდენციებით, რაზეც ესაუბრა კიდევაც ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად არ უყვარს ივანიშვილს, როცა მისი ინტერესების უსიტყვოდ შემსრულებლები არ აღმოჩნდებიან ადამიანები და შეიძლება ეს იყოს მისთვის საკმარისი мотиваცია დავითაშვილის სამართლებრივი დევნისთვის. შეიძლება თანხებს ედავებიან და ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ეს უბრალოდ აჩვენებს რა ელის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს თვლის, რომ ის არის ქართული ოცნების მაღალჩინოსანი და ჩართულია ამ კრიმინალურ ვერტიკალში, რასაც რეჟიმი წარმოადგენს, რომ ის არის დღეს შეიძლება საჭირო და დღევანდელი ბრალდებელი არის თვითონ ხვალ დევნილი. ანუ ეს გამორიცხულია, არის ჩვეულებრივად ბიძინა ივანიშვილთან კი არ აქვს მარტო კავშირი, ანუ არის უბრალოდ ავტოკრატიის ლოგიკა და ჟანრის კანონი, ესე იმართება ავტოკრატია, ის ადამიანების ძევლები არიან, შეიძლება ასე ვთქვათ? როგორ? ძევლები არიან, შეიძლება ასე ვთქვათ, მათი წინამორბედები დაკავებულები არიან ბევრნი.
არა, ისინი ძევლები არიან, რა დაიჭირა, დასაჯა, ზოგს ფული არა, მოატანია, ზოგს ახლანდელი უბრალოდ თანამდებობის პირები ახლა ვინც ახლანდელი არიან? თანამდებობის პირები, ეხლა ის როგორ რაღაცა იცი, ეხლა მე მათი ჩვენ რომ ძევლად ისინი შევაფასოთ, თავისუფალ ნებას ვუსპობთ რა. არ ვიცი, ეხლა შეიძლება ბევრი გარემოება არსებობდეს, ვიღაცას რაღაცით აშანტაჟებდნენ და ასე შემდეგ, ზოგადად არ წარმომიდგენია, რომ ქართულმა ოცნებამ ვიღაცა ვის წინააღმდეგაც კომპრომატი არ გააჩნიათ, სადმე დააწინაურონ მნიშვნელოვან პოზიციებზე, განსაკუთრებით დღევანდელი ფორმაციის ქართულმა ოცნებამ და დღევანდელ ვითარებაში, ხო, ამიტომ რაც კომპრომატები იქნება, მაგრამ ნუ ერთია კომპრომატი და მეორეა ის, რომ შენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში იღებ მონაწილეობას, ხო და არ ვიცი, ეს ადამიანები პირველ რიგში ქვეყანაზე თუ არ დარდობენ, საკუთარ თავზე უნდა იდარდონ, იმიტომ თუ სწორი გზით წახვალ შანსი გააქვს და იმ გზით, რომელიც გზითაც მიდიან და დღეს რეჟიმს ემსახურებიან და დღეს ვიღაც ყოფილ კოცებს ჯიან, ხვალ თვითონ აღმოჩნდებიან ამ ყოფილი კოცების ადგილზე, ხო? ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის ბევრი განცხადებაც გვახსოვს რაღაც კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით და სულ საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ვინც უღალატებს, ბიძინა ივანიშვილს ვინც უღალატებს, არაფრის ღირსი არ არის და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში თვითონ აღმოჩნდა ის ადამიანი, ესე არიან თვითონაც გახარიაზე ხო გვახსოვს წარდგენის დროს კობახიძე რას ლაპარაკობდა, მაგრამ პრობლემა არ არის მათთვის რა, როგორც კი მოითხოვს კონიუნქტურა და შიდა დაკვეთა ექნებათ, ისე შეცვლიან ამ ჩვენებას და ამიტომ მათ ინტერესია რა და მე მათი ახლა მაღალჩინოსნების იმედი და არანაირი მოლოდინი მათთან დაკავშირებით არა მაქვს, რომ ისინი შეძლებენ აი ამ რაღაც მარწუხებიდან გამოსვლას, იმიტომ თავისი არჩევანი ჩემი აზრით უკვე დიდი ხანია გააკეთეს და უკან დასახევი გზად შეიძლება არც კონდეთ, მაგრამ საშუალო რგოლის მენეჯერებმა არ ვიცი რეგიონალურად პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან ცუდი დინამიკაა და მათაც არაფერი კარგი არ ელით. ამიტომ ნუ ექნებათ ის მოლოდინი, რომ ეხა ჩავწვევი და ეს ყველაფერი სხვა შეეხება და მე არ შემეხება. არა, თქვენ შეგეხება და თქვენს გაგანადგურებთ რეჟიმი თუ მას ერთობლივი ძალისხმევით არ დავასრულებთ. თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დახარჯული ფულის უკან ამოღების სტრატეგიას იყენებს, ან პოლიტიკაში მოსასვლელად დახარჯული ფულის უკან ამოღების სტრატეგიას იყენებს და ეს მისთვის ბუნებრივია. იმ ინტელიგენტებსაც ხომ არ შეიძლება მიადგეს, ვისაც წლების განმავლობაში აფინანსებდა, ბევრი მათგანი ახლა ესეთი მკვეთრი ლოიალობისგან თავს იკავებს, ზოგი აკრიტიკებს კიდეც. ეს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსასვლელად რა ფულიც დახარჯა 10 ჯერ და 50-ჯერ მეტი უკვე ამოიღო ამ ქვეყნიდან და მისი თითეული მოქალაქისგან. შესაბამისად, ეს საჭიროება მაქვს თვალსაზრისით არა აქვს და ის ნაწილი ინტელიგენციის რომელსაც ის აფინანსებდა, დღესაც მისი მხარდაჭერია ასე თუ ისე და არ ვიცი, ხო, თუ დაუპირისპირდება, რატომ უნდა დაუპირისპირდეს, ხო? რა საჭიროება აქვს მისი, როცა რაღაც საზოგადოებრივი საყრდენი მას ეჭირდება და ყოველთვის მარტივია უკვე ესე ვთქვათ კორუმპირებული აქტივიდან მიიღო ეს მხარდაჭერა, რომელსაც საზოგადოებრივ აზრზე რაღაც ნაწილობრივ კიდე გავლენა აქვს დარჩენილი, ხო? მან თვალსაზრისით არ ველი დაპირისპირებას. შეიძლება ვიღაცას არ ვიცი, პირადად დაამადლოს, ესეც ჩვევია ხოლმე, ხო? რომ თუ რაღაცით არის უკმაყოფილო, ამ განათლების რეფორმის ბოლომწელობის შემდეგ ზოგიერთმა გამოთქვა მაღალი კრიტიკა მათგანაც მესმის იგივე მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტის წუხილი მაგალითად, მაგრამ თუ იმასაც ვნახავთ, ეს წუხილი როგორ იყო, ეს არ იყო ბელადის წინააღმდეგ მიმართული, არამედ გთხოვთ ჩაერიოთ, რომ აქ რაღაც არ მოხდეს, ჩვენ თქვენი მხარდაჭერები ვართ. ეს იყო მთელი შინაარსი ამ გამოსვლის, მაგრამ ეს ადამიანებიც ნელ-ნელა ნახავენ, რომ ის ეტაპობრივი გამარჯვება რაც გონიათ მოიპოვეს ახლო მომავალში არაფერი არ დარჩება ამ გამარჯვებიდან, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის საკმაოდ სოლიდურ ნაწილს სახში გაუშვებენ, ან სხვაგან გადაიყვანენ, რაც მათი გადასახედიდან მათ კვალიფიკაციას არ შეესაბამება. ალინმა არ იცოდა. მეორე გახმაურებულ კრიმინალურ საქმესაც მივადექით, გუშინ წინ დააკავეს ელისო კილაძე. ოფიციალური ბრალდება თაღლითური კოლ-ცენტრების ქსელის ორგანიზება და ამ საქმეში სხვა პირებიც არიან ბრალდებულები, მათ შორის მაღალჩინოსნებიც.
ყოფილი მაღალჩინოსნების. ჩვენთვის ეს დამაჯერებლად ჟღერს? არ ვიცი, არ დავკავებულ ვარ ამ საკითხით ელისო კილაძის პიროვნებიდან გამომდინარე, იმიტომ ის რასაც ჟურნალისტიკას ეძახდა, ყველაფერი იყო ჟურნალისტიკის გარდა. მისი ცილის წამებები და მისი ეგრეთ წოდებული ვითომ რაღაც კამპანიები მხილების სინამდვილეში უდიდესი ალბათობით თვითონ ქართული ოცნების რიგებიდან მიღებული ინფორმაცია იყო, იქნებოდა სუსი თუ ვიღაც განაწყენებული მაღალჩინოსნები, ის იყო რაღაც გამავალი მესენჯერი, რომელიც ახმოვანებდა ამა თუ იმ კლანის ინტერესებს, შესაბამისად წარმოდგენა არ მაქვს რა ბრძოლის ნაწილია ეს. შეიძლება წინა კლანის თან დალაგებული იყო ქალბატონი კილაძე და ეხლა ახალ კლანს არაწყობს მისი გარეთ ყოფნა. არ ვიცი, გამოჩნდება მაშინ, როდესაც რეჟიმის დამარცხებას შევძლებთ და სასამართლო გათავისუფლდება, შემდეგ ვისაც პრეტენზია აქვს ელისო კილაძესთან, შეუძლია სასამართლოში უჩივლოს და იქ დაადგინოს მტკვარი და მართალი. ამ საქმის კონტექსტში ჩავხედოთ მაყურებლისთვის რამდენიმე უცნაურობას, კურილობას, მაგალითად, ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე, რომელიც ახლა ამ საქმეში ბრალდებულია, ახლა რომანოვი არის ის გვარად. 2018 წელს მას ასეთი ინციდენტი ჰქონდა. მოქმედი მინისტრი, სპორტის მინისტრი ყიფიანის გალახა. ამას არ მოჰყოლია არანაირი სამართლებრივი ქმედება, სამართლებრივი სასჯელი, რა ვიცი, ნაბიჯი არ გადადგმულა. მაგრამ ამაზე დღეს არავინ არ ლაპარაკობს. ეს გულმა ვიწყობა, მოკლე მეხსიერება, რა შეიძლება დავაბრალოთ? არადა კონტექსტიც ძალიან ებმება ერთმანეთს, როცა ახლა ფინანსური დანაშაულისთვის დააკავეს და მაშინ ფაქტობრივად ზალადობის გამო თან მოქმედი მინისტრის წინააღმდეგ შენიშვნაც უმნიშვნელოდ ჩაითვალა უბრალოდ რა, იმიტომ როდესაც ადამიანს მკვლელობის ორგანიზებაში დებრალს კოლ-ცენტრების არსებობაში, ანუ ასობით მილიონი დოლარის მოცულობის საგლითობაში ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის ხელმძღვანელობაში დებდა, ანუ რაც კი კრიმინალი მომხდარა ამ ქვეყანაში ყველაფერში ბრალს დადებ, იქ ეხა სპორტის ყოფილი მინისტრის ცემა რამოსატანია, ჩვენ ფარცხალაძე გვახსოვს გენერალური აუდიტორის ცემის კონტექსტიდანაც, სადაც ძალიან მობიერი იყო ბიძინა ივანიშვილის მართლმსაჯულება მის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ კამერაზე კადრები არსებობდა ამ ფიზიკური ანგარიშსწორების. მაგრამ ყიფიანის შემთხვევაში ფინანსური საფუძველიც იყო, მაშინ გემახსოვრებათ, ომეგას ამბავზე იყო ამბავი, სიგარეტების შემოტანის და გაყიდვის სქემაზე. ამაზე ატყდა კონფლიქტი და შემდეგ რუსთავი ორმა გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი ამბობდა, რომ ივანიშვილს ელაპარაკა ამაზე და ივანიშვილმა გაამართლა, კი არა, არგუმენტად მოიყვანა, არ უნდა შეგეგინებინა, რო შეაგინე, იმიტომ გაგარდა. არა, ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ფარცხალაძეს გაამართლებდა ყიფიანთან დაპირისპირებაში, რადგანაც არათუ ყიფიანთან დაპირისპირებაში ამართლებდა მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა ფარცხალაძე რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და რუსული გავლენების ზრდაში საქართველოში და დაასანქცირა, კანონმდებლობა შეცვალეს იმისათვის, რომ ფარცხალაძეს ჰქონოდა შესაძლებლობა თავისი ფინანსური სახსრები გაეტანა ქართული ბანკებიდან. ანუ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ხო, ყიფიანთან კი არა, ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაყიდა იმის გამო, რომ ფარცხალაძეზე ხელი დაეფარებინა. სხვადასხვა ეხლა უბრალოდ არ დაჭირდა, იმიტომ რომ ჩათვალა სავარაუდოდ, რომ მისთვის გახდა საშიში, იმიტომ ის კავშირი, რაზეც პროკურატურა ეხლა იდავება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება, ბიძინა ივანიშვილისთვის შეიძლება ორი მიზეზის გამო ყოფილიყო სახიფათო. ერთი ის, რომ თუ მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ამ დანაშაულთან, ანუ ვიღაცა ადგა და ესეთი მნიშვნელოვანი ამბავი გაბედა მასთან შეთანხმების გარეშე, ეს არც ერთ ავტოკრატს არ მოწონს და ამის ტოლერირება არ მოხდება. და მეორე არის, რომ
ხო, საფრთხე შეექმნა მასაც, რომ ეხლა მთელი ქურდული სამყარო ძალიან გავლენიანი ადამიანები არ სურს მას იყოს მასთან დაპირისპირებული, ამიტომ ამ ადამიანებისთვის ფაქტობრივად უნდა დაემტკიცებია, თუ ჩართულია, უნდა დაემტკიცებია ფარცხალაძის დევნით, რომ მე ამ მკვლელობასთან არანაირი შემხებლობა არ მქონია და აი ხედავთ, როგორ ვებრძვი ეხლა ფარცხალაძეს, რომ მისი მთლიანი ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფი დავანგრიე, ყველას ბრალი წარუდგინე, ზოგი ციხეში მყავს, ზოგი გაქცეულია და სისხლის სამართლებრივი დევნას ვაწარმოებ. ხო, ამას აკეთებს რა. სხვათა შორის პოლიტიკური გულმავიწყობის მედიის მხრიდან, პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის მხრიდან კიდევ ერთი მაგალითი არის ის, რაზეც თეონა აქუბარდიამ დაწერა Facebook-ზე გუშინ. 2 წლის წინ ოცნება, რაც შენ თქვი ეროვნული ბანკის რეგულაციების ცვლილება საგანგებოდ იმისთვის, რომ ფული გაეტანათ, მაშინ მათ მოითხოვეს საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი. ქვემოთ არის სიუჟეტი, როგორ ჩააგდო პარლამენტში ირაკლი ყობახიძის თანადობით უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომლის ხელმომწერები გახარია ჩხურთან ერთად პარლამენტში მეც გახდით. ციტატის დასასრული. ახლა ყობახიძე პრემიერ-მინისტრია, მაგრამ ამ კორელაციაზეც არავინ ლაპარაკობს. ხო, არა, რატომ ეს ხო აი ცოტა როგორი რაღაცა იცი, მაგაზე ლაპარაკი, რომ ან კანონმდებლობა შეცვალეს. იმისათვის, რომ ფარცხალაძეს ხელი დაეფარებიათ და მას არ შექმნოდა საქართველოში პრობლემები და თავისი უდიდესი კაპიტალის მოხსნა შეძლებოდა ბანკებიდან. ან მთელი ქვეყნის ფინანსური სისტემა დააყენეს რისკის ქვეშ. იმიტომ საქართველოს ფუნქციონირებს დღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსური ინსტიტუტები არის გამართული, ის ბანკები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. ყველა შეუქმნეს რისკი. იმიტომ საქართველოს ტიპის ეკონომიკის ჩამოქცევა ფინანსური საქციებით არის ძალიან მარტივი. და როცა შენ მაგნისკის აქტით დასანქცირებული ადამიანს ფინანსური თვალსაზრისით ხელს მოუმართავ, შენ ხდები სამიზნე. და ეს რისკი, ამ რისკის წინაშე დააყენეს მთელი ქვეყანა და ეხლა საპარლამენტო კომისია რო ჩააგდო ირაკლი ყობახიძემ და რა არგუმენტი თქვა, ამ კონტექსტში რა მოსატანი გამოდის რა, იმიტომ ხო, არათუ საპარლამენტო კომისია ჩააგდო, მაგაზე გაცილებით უარესი გააკეთეს. ქვეყნის ინტერესები გაყიდეს, რომ ფარცხალაძესთვის ხელი დაეფარებინათ. რუსეთის აგენტისთვის. ხო, მაგრამ ხშირად ხომ ეშმაკი დეტალებში იმალება და ეს ხშირად რჩება ხოლმე ჩვენ საზოგადოებას ყურადღების მიღმა. მაგალითად, ქალაქის სოციალურ ქსოვილში კარგახანია აშკარად ჩანს ახალგაზრდა თაობის სოციუმი, რომელიც კოლ-ცენტრების ბიზნესით მდიდრდება. ამაზე ბევრი ლაპარაკობს არაფორმალურად, მაგრამ ქართულ მედიას დამაჯერებელი არგუმენტები თითქმის არ წარმოუდგენია, თუ არ ჩავთვლით სტუდია მონიტორის თანამშრომლობას BBC-ს ფილმზე, რომელიც კეზერაშვილის ხსელს შეეხებოდა მაშინ. ეს ჩვენი მედიის მიკერძოებულობის პრობლემად მიგაჩნია, უფრო თუ გამოსაძიებლად საჭირო რესურსების უკმარისობად. ან რა კითხვა ვერ გავიგე ზუსტად უკაცრავად. ის რომ ქალაქში თითქმის ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დასაქმებულია კოლ-ცენტრში. ხო, 1000-ობით სავარაუდოდ, ხო? 1000-ობით, კი, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს ქართულ მედიაში თემა არ არის. BBC-ს გამოძიების დროს კოლ-ცენტრები ქართულ მედიაში ხშირად იყო თემა, უბრალოდ ეხა მაგრამ არა კონკრეტულად. იყო პატარა ჭანჭიკებამდე გამოიძია მონიტორი თანამშრომლა აქედან და იმიტომ ორგანიზატორებთან დაკავშირებით მიდიოდა მხოლოდ საუბარი, ხო, რესურსების სავარაუდოდ რესურსების პრობლემაც იქნება ამ თვალსაზრისით, იმიტომ მაშინ როდესაც ჩვენ ორგანიზატორების მხილებას ახდენ და ამ ორგანიზატორების წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა ან არ ხორციელდება, ან ადეკვატურად არ ხორციელდება, იქ რიგითი კოლ-ცენტრის თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარება რესურსების ხარჯვა, ხო,
მიზანშეწონილად არ ჩათვალა მედიამ, თორე არ ვიცი, უამრავი განსაკუთრებით თბილისში უამრავი ახალგაზრდა იქნება, რომელსაც ძალიან ბევრი დეტალი ეცოდინება ამ საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა მისივე ინტერესშია ამაზე რო არის საუბროს ღიად და ამიტომაც არ გვაქვს აღიარებითი ჩვენებები, იმიტომ საკუთარ თავს მაშინ სისხლის სამართლის დანაშაული უნდა დააბრალოს, ანუ საკუთარი თავი უნდა ამხილოს და ხო, ამის მზაობა არ აქვს ადამიანებს რა. ამ სქემის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ადამიანების, მათ შორის სპეცსამსახურების ყოფილი ხელმძღვანელების სიმრავლის მიუხედავად, გამოსახულება, ეგრეთ წოდებული კარტინკა, როგორც რუსები ეძახიან, კადრებად მოქმედი კოლ-ცენტრების ვიდეო ან თავად დასაქმებული ადამიანები არც ოფიციალურ პროპაგანდისტულ მედიას გამოუქვეყნებიან. ეს რა შეიძლება მივაწეროთ მათი ასე ინსტიტუციურადაც და პიროვნულადაც ანონიმურად დატოვება რამდენებელი მხარის მხრიდან ფაქტობრივად. არ ვიცი, როცა გადაწყვეტ სისტემა, რომ ვიღაცები დასაჯოს, პროპაგანდა ილაპარაკებს ამ დასჯილ ადამიანებზე, რაც უდები არიან. სანამ პროპაგანდა არ გადაწყვეტს, სანამ რეჟიმი არ გადაწყვეტს, რომ ვიღაცა დაისაჯოს, იმიტომ მასზე მუშაობს, პროპაგანდაც იქნება ჩუმად, ხო? პროპაგანდა არის რეტრანსლატორი გზავნილების ნარატივების შემქმნელი, მაგრამ ეს ნარატივები უნდა მოიხარშოს მანამდე რეჟიმის თავებში. ამასთან არის კავშირში. შენი ინფორმაციით ეს სქემა, კოლ-ცენტრების სქემა, ახლაც გრძელდება, გადაიბარა ვინმემ და თუ წარმოდგენა არ მაქვს ელისო კილაძის წყაროებთან წვდომა არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე ვერ ხედავ ვერანაირ საფუძველს, ან რეჟიმი სულ უფრო კრიმინალური ხდება, იმიტომ როდესაც შენ იზოლაციაში იმყოფები, ნაკლები კაპიტალი ან ნაკლები თეთრი კაპიტალი, ესე ვთქვათ, შენ ლეგალური კაპიტალი შემოედინება ქვეყანაში. შესაბამისად, ის კაპიტალი, რომელიც შემოდის, არის უფრო ნაკლებად გამჭვირვალე. ხო, ვითომ გამჭვირვალობისთვის იბრძვიან, მაგრამ სინამდვილეში ქმნიან ისეთ სამართლებრივ ჩარჩოებს ამ ქვეყანაში და ისეთ გარემოს, სადაც სულ უფრო ნაკლებად გამჭვირვალე კაპიტალი შემოვა და ნაკლებად გამჭვირვალე კაპიტალს ხო ახასიათებს ის, რომ ეძებს დიდ ამონაგებს და კოლ-ცენტრებში არის უდიდესი ამონაგები, ამიტომ არ მაქვს არანაირი საფუძველი ვივარაუდო, რომ ეს ბიზნესი დღეს საქართველოში არ ფუნქციონირებს, თუმცა კონკრეტული кейსების დასახელებაც არ შემიძლია, რადგან ინფორმაცია არ გამაჩნია. ფრინველთა ინფორმირებულ სამყაროსთან არ მეგობრო. ანუ შენ ელისო კილაძის სულ რომ მეგობრობდი, ან ნახე შეხედე როგორი ვითარება, სპეკულაციის დონეზე უნდა ვილაპარაკო, ხო დეგარ არის ჩემი საქმე. გასაგებია. და აბსოლუტურად მსაღები პასუხი. ფინანსურად და შინაარსობრივად უკვე ისედაც დასუსტებული მედიის კიდევ უფრო გამოფიტვა სამთავრობო სტრატეგიად ჩანს. ბოლო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკვე ორი მოსმენით არის მიღებული, როგორც დაფინანსების, ასევე შინაარსობრივი მხარის მკაცრ კონტროლს ითვალისწინებს. დემოკრატიული მართლმსაჯულების ფარგლებში ჩდება ეს სტანდარტში. დემოკრატიული მართლმსაჯულების სტანდარტი რატო უნდა შეუფარდოთ იმ გუნდს, რომელიც ჩამოყალიბდა რეჟიმად, ხო? რუსული ტიპის მართლობა, არათუ დემოკრატიული სტანდარტი, ლაითი ავტოკრატიული სტანდარტიც კი არ შეესაბამება უკვე ამათქმედებებს, იმიტომ ის ნაწილობრივი ის ახალი კანონები, რომელიც მიიღეს, ანუ მაგალითად აღიარებასთან დაკავშირებით, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების ციხეში გაშვებასთან დაკავშირებით, ხო, ეს ნაწილობრივ რუსეთზე უფრო ცუდი სამართლებრივი მდგომარეობა, ან ჯამში კი არ ვამბობ, რომ რუსეთზე უფრო ცუდი ვითარებაა, მაგრამ რიგი კანონების უკაცრავად ესეთი მკაცრი რუსეთშიც არ არის, ხო? საბჭოთა პერიოდში იყო, მაგალითად, აღიარებაზე როცა ედავებიან მოქალაქეებს ან ორგანიზაციებს, ხო, საკუთარი ლეგიტიმურობის, ჯერ ამით ხაზს უსვამენ მდგომარეობს მათი პრობლემა, ეგ ერთი, რაც ოპოზიციურმა სპექტრმა სამწუხაროდ ვერ გაიგო და ეს რაღაც სუსტი არგუმენტად გონია არ თანამშრომლობა რეჟიმთან,
მაგრამ მეორე ჩვენ ძალიან კარგი ისტორიული გამოცდილება გვაქვს ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რისთვის იხდიდა სასჯელს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ხო ანუ იმ რეჟიმს იმ წყობას არ აღიარებდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა ეს მუხლი რომელიც მათ მაშინ წაუყენეს თავისი შინაარსით არის იდენტური რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს ხო ამიტომ ზვიად გამსახურდიას და ბიძინა მერაბ კოსტავას ბიძინა ივანიშვილი დღეს ციხეში ჩასვამდა ისინი ცოცხლები რო ყოფილიყო გავჩერდ ცოტა ისტორიასთან სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში როცა ის კრიტიკული არხების გამავრცელებელ სატელიტურ ანტენებს აპატიმრებინებდა ასე შორს არ წასულან მაშინ თითქმის მთელი ინსტიტუციურად დამოუკიდებელი მედია ლეჟავას კვირის რეპორტაჟით დაწყებული ბათუმელებინეთ გაზეთით დამთავრებული დასავლური ფონდების მხარდაჭერით სარგებლობდა არათუ არ წასულა მაგალითად ეხა შენ თეფშები სატელიტური თეფშები ახსენე ხო მაგ პოლიტიკური სუბიექტის მიერ იყო ქონდა ხო ჩუქების აქტთან იმიტომ ის მოსახლეობას ურიგებდა და ანუ ნებისმიერ სისტემაში პოლიტიკური ამბიციების მქონე პირს ან პოლიტიკურ პარტიას მსგავსი ტიპის საჩუქრები ეკრძალება ანუ ისიც არ გააკეთა საფუძველი იყო ლეგალურად ამ რა თქმა უნდა ეხა მაგალითად გერმანიაში რომ მსგავსი ტიპის საჩუქრები დაიწყოს რომ დაარიგოს რაღაცა ხო დემოკრატიულ სისტემაში იქაც ექნება პარტიების კანონთან პრობლემები ანუ არათუ რო შევადაროთ ეს კარგი მაგალითი მოიყვანე რო შევადაროთ მაშინდელი ვითარება განსაკუთრებით მეორე ვადის პერიოდში რომელიც დემოკრატიასთან ზრბილად რო ვთქვათ ნაკლები შემხებლობა ჰქონდა ხო და საზოგადოების დიდი ნაწილი ამასთან დაკავშირებით თანხმდება მაშინდელი ხელისუფლება მიახლოებულ ქმედებებამდეც კი ვერ მივიდა და არ მივიდა რიგი ფაქტორების გამო ხო ეს გზა ივანიშვილს უკვე დიდი ხანია გავლილი აქვს ეხა უკვე ისეთ მოდელებზე გადადის რომელიც შეიძლება ითქვას რომ აი პირველად დაიტესტება საქართველოში არა მაგალითად რუსეთიდან გადმოღებული ან ბელორუსიდან გადმოღებული არამედ რასაც ჯერ ივანიშვილი საქართველოში დატესტავს და შემდეგ შეიძლება გავრცელდეს ავტოკრატიულ სამყაროში ეს მეხსიერებაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი ზღვარი ჯერ არ გადაგვილახავს ანუ ხო არა რა თქმა უნდა უდიდესი სხვაობით ყველაზე ცუდი მმართველობა რაც კი ისტორიულად ყველაზე ბოროტი მმართველობა სახელმწიფოებრიობის მონგრევის თვალსაზრისით რაც კი შეიძლება გვახსოვდეს ეხა თუ არ გადავალთ არ ვიცი შუა საუკუნეებში ან ვიღაც ცუდ მეფეს არ ვიპოვით რომელიც უბრალოდ ჟლეტდა საქართველოს მოსახლეობას ფინანსური და სხვა პრობლემების ხანდახან შინაარსობრივი პრობლემების გამო პროფესიას ჟურნალისტები მასობრივად ტოვებენ გუშინ მაყურებელს დაემშვიდობა გურამ როგავა დღეს მედია ჩეკერმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ყოფილ ჟურნალისტთან ნიკა საჯაიასთან რომელიც ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს გამოსავალს სად ხედავ ამ მდგომარეობაში მაგალითად თქვენს პარტიასთან სოფლმხედველობრივად დაახლოებული აბულას მომავალს როგორ უყურებ როგორ შეიძლება გააგრძელოს მან ურთულესობა ეს არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ეს არ არის მხოლოდ მედიის პრობლემა ანუ ჩემი სოლიდარობა რა თქმა უნდა მედიას სინდის პატიმრებს მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს რომლებიც განსაკუთრებული სამიზნე არიან რეპრესიების მაგრამ რეპრესიების სამიზნე ხდება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე რომელიც წინააღმდეგობაში შემოდის და იტყვის რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის მისი პირადი ბრძოლა ამიტომ მხოლოდ მედიის კონტექსტში რეპრესიებზე ლაპარაკი არ მგონია სწორი, იმიტომ ჩვენ ყველა პირველ რიგში მოქმედებთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებიდან ამოვდივართ, მათ შორის ის ჟურნალისტები, რომლებიც ურთულეს პირობებში მუშაობენ, ხო? თვეების გამ ვიცით, რომ ფინანსური არხების სრულად ჩაკეტვის შემდეგ თვეების განმავლობაში არანაირი დაფინანსება არ მიუღიათ, ხელფასებს ვერ იღებენ, ელემენტარული საჭიროებები გააჩნია ადამიანს, ხო? მაგრამ იგივე მდგომარეობაშია, მაგალითად, ის მოქალაქე, რომელიც შეიძლება 1 წლის წინ ჯერ კიდევ არ ფიქრობდა იმაზე, რომ
შეასკდებოდა რეჟიმს. მაგრამ დღეს, რადგანაც ეს ნაბიჯი გადადგა, უკვე ყველაფერი დაყადაღებული აქვს, სამსახურიდან გამოშვებულია უძრავი, მოძრავი ქონება, რადგანაც რეჟიმის ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აი ამ რეპრესიებით საქართველოს მოქალაქეები გარკვეულწილად დაიძულოს, რომ შეეგუონ ამ ვითარებას, მაგრამ მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რაც უნდა შევძლოთ, რასაც თქვენ აკეთებთ, მაგალითად, ესე ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ გამოცდილი პროფესიონალი ადამიანები ამ ვითარებაში შეიკრიბა და თქვით, რომ თქვენ გინდა თქვენი წილის შეტანა ამ საერთო ბრძოლაში და შემოსული ხართ მართლა მინიმალური რესურსებით, თქვენი ცოდნით, თქვენი ადამიანური კაპიტალით და ყველაფერს აკეთებთ, რომ სიტყვა და მართალი სიტყვა გაავრცელოთ, ხო? ამ რეჟიმში მოგვიწევს ყველას გადასვლა. და იგივე მდგომარეობაში არა მარტო ტაბულა, ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს. მადლობა, ნახოთ რა რეჟიმში მოგვიწევს გადასვლა იმ კვირიდან, როცა ის კანონი დამტკიცდება. როგორ ფიქრობ, ინტერნეტ სივრცის შინაარსობრივად უფრო მკაცრად რეგულირების რისკიც არსებობს, ამასაც უნდა დაველოდოთ, როგორც რუსეთშია მაგალითად. ხო, ნუ ეს რეგულირება ფაქტობრივად დაწყებულია უკვე, ვიცით რომ სოციალურ ქსელებს დიდ ყურადღებას აქცევენ, იქ გაკეთებულ კომენტარებს, საჯარო განცხადებებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ცნობადსახეებს დასდევენ, სასამართლოში უჩივიან ჯარიმებით, ზოგს ადმინისტრაციული პატიმრობით ემუქრებიან, ეხლა მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილს აქვს ამ დღეებში არ ვიცი, გორდულაძეს თუ რაღაცა შეურაცხყოფისთვის, რომელიღაც ერთ-ერთი ივანიშვილის ხო, პარლამენტარის შეურაცხყოფისთვის. ის არის ამ კანონ პროექტის წარმომდგენი, სხვათა შორის მედიას. თალიბანის პენისად მოიხსენია და ხო, ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა და ესეც იცვლება, ანუ ესეც ხო რეპრესია, ესეც ხო ინტერნეტში შეზღუდვა, რაც მანამდე არ ქონდა საქართველოში. მაგრამ მე ხარ მაქვს იმის საფუძველი ვივარაუდო, რომ ახლო მომავალში იქნება მაგალითად ისეთი როგორც რუსეთშია, რომ მაგალითად YouTube-ს აფერხებენ, Facebook-ს აფერხებენ, ამისთვის ჯერ რეჟიმი არ არის მზად, ეს ვითარება არ აქვს, იმიტომ ბიძინა ივანიშვილს ასე თუ ისე გარკვეულწილად დალაგება ჭირდება დასავლეთთანაც და ამას ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებში, მზაობაში და მცდელობებში, რასაც ისინი გადადგამენ და ლობირებაში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ეხლა ჟურნალისტიკაზე ზეწოლის შესახებ რომ ვლაპარაკობდი, ჩას სამართლიანად განაზოგადე. მედიასთან, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებასთან მოთანამშრომლებას, სანდო მედიასთან დაპირისპირებას ემატება წნეხი ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან მოთანამშრომლე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აკადემიურ წრეებზე, თუნდაც ილია უნის მაგალითი რომ ავიღოთ. ეს ქვეყნიდან მიუკერძოებელი ინფორმაციის გატანას გაართულებს? ხო, იმ შემთხვევაში გაართულებს, თუ ეს ადამიანები შეწყვეტენ თავის საქმიანობას, მაგრამ მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ მათი დიდი ნაწილი გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას, ან გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც იგივე ფუნქციას იტვირთავენ 21 საუკუნეში ვართ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა ვიყოთ გამავრცელებელი, ყველა ჩვენი კონტაქტები გვაქვს, შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დარტყმა, როდესაც ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პროფესიონალურად ამ მიმართულებით მუშაობდნენ, დღეს რიგი მიზეზების გამო და განსაკუთრებით რეჟიმის რეპრესიების გამო მოუწიათ თქვა ამ სფეროდან წასვლა და ეს ხაზი შეიძლება რაღაც კონკრეტული ხაზი გაქრეს, მაგრამ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა გვექნება. მთავარია საზოგადოება დარჩეს წინააღმდეგობაში. საერთაშორისო საზოგადოებასთან დაკავშირებული ჟურნალისტების, არასამთავრობო ექსპერტების, პროფესორ მასწავლებლების შევიწროების ერთ-ერთი მიზანი მათი ქვეყნიდან გარიყვა ეგრეთ წოდებული brain drain-ი, soft deportation ხომ არ არის? რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადად არა მარტო ამ ჯგუფების მიმართ ივანიშვილის პოლიტიკა, არამედ ზოგადად უკმაყოფილო ადამიანები არ უნდა და ნაკლებად უნდა ყავდეთ აქ. მორჩილი მასა ჭირდება, რომელსაც რაღაც ელემენტარულ სოციალურ დახმარებას თუ ამის საჭიროება არის, გადაუგდებს, ის იქნება 200 ლარი თუ 300 ლარი, თავარია ხმა არ ამოიღოს. ეს ლალიაშვილთან ინტერვიუში წლების წინ ბიზინა ივანიშვილმა სწორედ ეს გზავნილი
გააკეთა და მიმართა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ვითარებით და სიტუაციით, ეკონომიკურით განსაკუთრებით კმაყოფილი არ არიან და მოუწოდა მათ, რომ გაგიკეთეთ იაფი ფრენები, ამიტომ დატოვეთ საქართველო, აქ მომავალი 10-20 წლის განმავლობაში თქვენთვის ასიკეთო არაფერი არ მოხდებოდა. ამიტომ როცა შენ ერთ რიგით მოქალაქეს არ გინდა რიგითი მოქალაქე გააჩერო ქვეყანაში, რადგან ის უკმაყოფილოა, რა გასაკვირია, თქვა გავლენიანი ჟურნალისტური გამომძიების საერთაშორისო ხაზის მქონე ადამიანი არ იყოს სასურველი პიროვნება და შე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამ ქვეყანა დატოვოს, ხო? სპათაშორის დღეს თურქეთში დააკავეს Deutsche Welle-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ამას ალბათ პროპაგანდისტვის აქ გამოიყენებენ მალე. განათლების რეფორმის ერთ საკითხზეც რომ ვილაპარაკოთ, კონკრეტულად ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ჩვენ ერთ დროს სწავლობდით ფრაიბურგში. ეს პრინციპი გერმანიისთვის ფაქტობრივად ენდემურია. მაგრამ რეალობას რომ შევხედოთ, ამას იქ სხვანაირი ტრადიცია აქვს. მაგალითად, ფრაიბურგის მიდამოებში არსებობს შესაძლებლობა დაახლოებით ისეთივე ხარისხის, თუნდაც იურიდიული განათლების მიღების შესაძლებლობა ჰაიდელბერგში, ტübingenში, მთელი აკადემიური კლასი გერმანიის ტერიტორიაზე განფენილია. აქ ასეთი აქ როგორ შეგვიძლია, როგორ წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა უზრუნველყოთ, თუნდაც შენი პროფესიის თანაბარი სტანდარტის სწავლება თბილისის, გორის, ახალციხის და თელავის უნივერსიტეტებში. ნაირის საახლოვო სტანდარტი მაინც. სრული ბოდვა და სიგიჟია სამთავრობო პროპაგანდის გზავნილი თითქოს რომელიღაცა მოდელთან თავსებადია ის, რასაც აპირებენ, რეალურად ამიტომ სიღრმისეულად გერმანიის მოდელის განხილვა არ წყის არაფერი საერთო ამ დეფორმას, რასაც საქართველოში აპირებს ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი გერმანიის საგანმანათლებლო სისტემასთან არ აქვს, რომელიც შეიძლება არ იყოს საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ არის საკმაოდ სოლიდური და აძლევს არა მარტო გერმანელებს, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც შესაძლებლობას კარგი საგანმანათლებლო საფუძველი შეიქმნან მასშტაბით, ხო. და სინამდვილეში რაც ქართული ოცნების ამოცანა იყო, არის რამდენიმე ამოცანა ჰქონდათ ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ერთი ის, რომ ცენტრალიზება უნდა მოხდეს, ცენტრალიზება გაძლევს რესურსების უკეთესად მართვის საშუალებას, ამ შემთხვევაში რეჟიმის გადასახედიდან ვლაპარაკობ, კონტროლის საშუალებას გაძლევს. იქ დაინახეს, რომ ბევრი ახალგაზრდა თბილისში, ახალგაზრდების პროტესტის ჩახშობა ყოველთვის ყველაზე მეტად უჭირს, იმიტომ ის არის სპონტანური, თვითნაბადი, არაკონტროლირებადი. დავინახეთ პირველი რუსული კანონის დროს განსაკუთრებით, როცა რეჟიმს უკანდახევა მოუწია, ამ ახალგაზრდების თბილისიდან მოშორება ჭირდება. აქვს კიდევ შემდეგი ხავთ, არ ვიცი, უძრავი ქონების თვალსაზრისითაც საინტერესო ლოკაციებია, რაც თავის დეველოპერებს უნდა მიცეთ, იმიტომ რომ ნაკლები კაპიტალის შემოვა სულ უფრო და უფრო საქართველოში რისი გამოყენება შესაძლებელია და მთელი ეს სისტემა, იერარქია, რასაც შენ აშენებ, საბოლოო ჯამში ხო ნაყიდია. ანუ ისინი გარკვეული საფასურის კვალობაზე, ანუ საფასური საპირწონეთ არიან მზად, მაგალითად მიიღონ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში მონაწილეობა, ხო? მაგრამ შენ თუ ხა გაცილებით ნაკლებს თავაზობ, უკვე მინიმუმ უკმაყოფილება ჩდება, ამიტომ უნდა იზრუნონ მათ შორის დეველოპერებზე, ამ სამშენებლო კომპანიებზე, სადაც თავისივე წილები აქვს თვითონ. და ამიტომ ახორციელებენ სრულ სიგიჟეს, ანუ ჯერ რა იყო ქართული განათლების სისტემა, ხო, ისედაც სრულყოფილისგან ძალიან შორს იყო და ეხლა სრულად ანადგურებენ და მე მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ეს არ დასცალდებათ ბოლომდე, იმიტომ ნებისმიერი მათ შორის ცუდი განათლების რეფორმას გარკვეული პერიოდი ჭირდება, რომ ეს დაღი დაატყოს საზოგადოებას და მანამდე უნდა შევძლოთ ამ რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივით ჩანაცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს ქვეყანას და მათ შორის მის თითოეულ მოქალაქეს. მიუკერძოებელი სანდო ინფორმაციის გარეთ ადეკვატურ რესპონდენტებთან მიტანის საჭიროებასთან, საქმესთან რომ დავრჩეთ.
ამ საქმეში ტრადიციული როლი პოლიტიკურ ლანდშაფტსაც აქვს, მაგრამ პარტიული ლანდშაფტი ჩვენთან შინაარსობრივად საკმაოდ სუსტია, არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი. გამოსავალს ატყედა. ხო, ის არის ისეთი, როგორიც არის, ამას უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ ეს სავარაუდოდ უფრო ისტორიკოსების და პოლიტოლოგების კვლევის საბაბი გახდება, საგანი გახდება მომავალში. დღეს ჩვენ პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ ადამიანები, რომლებიც ესე სწორად ვაფასებთ, მაგალითად პოლიტიკური სპექტრის პრობლემებს, არის ის, რომ დიაგნოზი დავსვათ და შემდეგ რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი, უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი ვიპოვოთ, რომელიც ამ დიაგნოზს გაიზიარებს და იმ ტკივნეულ გზას, ანუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ტკივნეული გზით, სიარულის მზაობას აჩვენებს, სწორედ ამაზე მიმდინარეობს ბევრ პარტიასთან, ოპოზიციურ პარტიასთან დღეის ჩათვლითაც მოლაპარაკებები და მე მაინც ვარ იმედიანად განწყობილი, რომ თუ მთლიანი სპექტრი არა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გაიზიარებს დემოკრატიულ საფუძველზე პარტიების და პარტიებს შორის ურთიერთობის დაშენების აუცილებლობას, იმიტომ სხვა მხრივ თუ შენ ავტოკრატიას საზოგადოების დაკვეთა რაც არის იმას არ უპირისპირებ და საზოგადოების დაკვეთა არ არის ისევ ავტოკრატია ან ოლიგარქის ჩანაცვლება ოლიგარქით ან მოოლიგარქო პიროვნებებით ან ისევ რაღაც ძალიან გაუგებარი პოლიტიკური სტრუქტურებით, არამედ არის ხო დემოკრატიისთვის არის გამოსული ქართული საზოგადოება, სწორედ ამიტომაც უნდა თავის ცივილიზაციურ ოჯახში დაბრუნება ევროპაში, ინტეგრაცია და ჩვენ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს არის ჩვენი მოვალეობა, ამ დაკვეთას უნდა უპასუხოთ და საზოგადოება შევთავაზოთ დემოკრატიული ალტერნატივა და დემოკრატიული ალტერნატივის პირველი ორი მნიშვნელოვანი ამოცანა რაც იქნება, ეს არის შეთანხმება ერთიან გზაზე, ანუ სტრატეგია თუ როგორ ვამარცხებთ რეჟიმს, რომ ერთი ალთას არ დადიოდეს და მეორე ბალთას, იმიტომ თუ ეხა ჩვენ გვექნება სურვილი თბილისიდან მე ქუთაისში წავიდე და შენ კახეთში, ერთი ავტომობილით გადაადგილებას ვერ შევძლებთ. ეგერთი, იგივენაირად არის პოლიტიკაში, როდესაც თქვათ მაგალითად რესურსების გაერთიანება მიმდინარეობს ან საუბარია რესურსების გაერთიანებაზე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ მინიმუმის გზა ერთ გზას, რომელიც არის აუცილებელი, ერთნაირად უნდა უყურებდეთ. ეს ერთი. მეორე არის ხო, ქცევა, იმიტომ ზოგადად, სადაც პოლიტიკური კულტურა და ტრადიცია არ არსებობს, განსაკუთრებით დემოკრატიული და მე ამას ახლა ყველა ხელისუფლებას ვაბრალებ, საზოგადოებასაც ვაბრალებ და გარკვეულწილად იმ დროსაც ვაბრალებ, რომ ჩვენ არ გქონდა ამის სწავლის ძალიან დიდი პერიოდი, ხო, რა ბოლო 35 წლის განმავლობაში რაღაც ნაბიჯებს ვგამდით ამ მიმართულებით და დასავლურ ქვეყნებს 100-წლოვანი დემოკრატიის ტრადიცია აქვს და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების ტრადიცია აქვს და მათთვის გაცილებით ნაკლებია მსგავს ტიპის გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ ჩვენ გარკვეულწილად გვიწევს ძალიან პრობლემატურ პერიოდში თან სწავლის პროცესი და თან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის და ამიტომ უნდა შევძლოთ რაღაც დემოკრატიული ქცევების ირგვლივ შეთანხმება თუ რა არის აუცილებელი სადგადის ზღვარი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ერთმანეთთან ოპონირების, რადგანაც საზოგადოებას მე არ ვამბობ, რომ დებატი არ ჭირდება, იმიტომ არასწორად ხდება ხოლმე რიგი ოპოზიციური პოლიტიკოსების მიერ ამ ტირაჟირება თითქოს განსხვავებული აზრი უნდა განიდევნოს და ყველა ერთნაირად უნდა ფიქრობდეთ, შეუძლებელია ეს, სადაც არ არის კამათი და სადაც არ არის განსხვავებული აზრი, იქ ცივილიზაციაც ვერ ვითარდება, იქ ჩვენ ვერც განვითარდებით, ამ ხრივ კონკურენცია გჭირდება, მაგრამ თუ რა ხერხებით ურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორი დისკუსია გვაქვს, რას ვამბობთ ერთმანეთის შესახებ, ეს მნიშვნელოვანია მათ შორის საზოგადოებაში ნიჰილიზმის დაძლევისთვის, რადგანაც თუ პოლიტიკური სუბიექტები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ გარისკეთ ყველაფერი და შემოდით რეჟიმთა წინააღმდეგობაში, საზოგადოებისთვის დამაბნეველია, როცა ეს მოწოდება მოდის იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც თავის პოლიტიკურ ოპონენტს რომელთან ერთადაც ვითომ იბრძვიან მოღალატეებად და რეჟიმთან გარიგებულად, მაგალითად ეს კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, მოიხსენიებენ. ამიტომ ხო, ამ ქცევის წესებზე ერთიან სტრატეგიაზე არის აუცილებელი შეთანხმება და მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ამ შეთანხმებას შემოუერთდება და ჩვენ ახლო მომავალში საზოგადოებას შევძლებთ მისი შინაარსის
თავიდან წარდგენას და შემდეგ აი ამ შინაარსის სულისკვეთებით საერთო ნაბიჯების გადადგმას. მადლობა თენგო საინტერესო ინტერვიუსთვის. ერთ კვირაში, ანუ იმ კვირაში უკვე იმ პარასკევისთვის, როცა მომავალი ინტერვიუ გავა ეთერში, კანონი უკვე ძალაში იქნება, რომელსაც მედია კაცრა უნდა დაარეგულიროს. დღეს ამ ინტერვიუში ჩემგან დასმული შეკითხვებისგან, რომელი იქნება კრიმინალი შენი აზრით, რომლის დასმა იქნება არალეგალური? თვითონ პიროვნებები ვართ, პროტაგონისტები, ვინც ამ ინტერვიუში მონაწილეობთ რეჟიმისთვის კრიმინალები და რა კითხვებს დავსვამთ, უკვე მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეს უნდა გქონდეს გათავისებული ყველას, ვინც უპირისპირდებით რეჟიმს, რომ ამას ვერ დავხსნით მაინც? ხო, რამდენსაც მოერგები, იმდენი ახალი კანონი გაჩნდება. საბოლოო ჯამში სწორედ ეს ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ. მადლობა, ანუ შაგრიცას თომას არ გვიშველის, შინაარსზე არ ვიცით, ვნახოთ მომავალ პარასკევს რა იქნება. დიდი მადლობა პოდკასტის მაყურებელს და მსმენელს ყურადღებისთვის. მომავალ კვირამდე, მომავალ ინტერვიუმდე ვნახოთ რა რეჟიმში მოგვიწევს მონაწილეობა. მადლობა თქვენ მაყურებელს წარმატებები მუშაობაში და არ შეუშინდეთ გავიმარჯვებთ სახელოვნად.